ქალაქში შემოდგომის ზეიმი ქარელობა 2018 მოეწყო. ქალაქის ცენტრში გამოფენილი იყო სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთები და ნახატები. მოეწყო სპორტული ღონისძიებები. ძალიან კარგი დღესასწაულია ქარელებისას. ყველას ვიხარია, ყველას რაღაცა ესეთი კარგი განწყობა აქვს. სიამოვნებით მონაწილეობენ კონცერტებში. ჩვენ ყოველთვის მონაწილეობას ვღებულობთ ჩვენი ბავშვებით, გუნდით. ყავს კიდევ სავიოლინო კვარტეტია, ვიოლინო მონაწილეობენ. და ძალიან სასიამოვნო და ძალიან კარგი დღესასწაულია ქარელებისას. ულოცავ ყველა ქარელეს, მრავალი სიხარული და მრავალი ბედნიერი დღე ვიქონოდეთ. ჩვენ ვიღებთ საშემოდგომო ღონისძიებაში მონაწილეობას, ვართ პირველი საჯარო სკოლის წარმომადგენლები. ნამუშევრები შესრულებულია ცივი ბატიკით და პროექტის ხელმძღვანელი, ნამუშევრების ხელმძღვანელი არის ხატია ჯიოშვილი. ქარელელე ვოგილოცავთ ქარელობას და იმედი მექნება რომ ეს მსგავსი ღონისძიებები კიდევ ჩატარდება. მყავს ყველა ქარელელს ულოცავ ქარელობას. იყნონ ჯანმრთელად და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ. რავი, ძალიან მხიარულობაა, რომ ქარელში ესეთი ღონისძიებები ტარდება და მოხარული ვიქნები თუ უფრო და უფრო ბევრი იქნება ესეთი მხიარული დღეები ქარელს. საღამოს მოეწყო გალა კონცერტი თბილისიდან მოწვეული ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა. ტარდება ქარელობა, ეს არის ქარელობა 2018. ყველა შეუყვარდა ქარელის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს, ძალიან შეუყვარდათ ეს დღესასწაული და ყოველ წელს ელოდებიან. ზეიმობენ, რაგერ თქვენ ხედავთ, რამდენი ხალხია მოსული და ყველა ასაკისთვის არის გათვლილი, ბავშვისთვის, მოზარდისთვის, ახალგაზრდისთვის, შუახნის ხალხისთვის და რა ვიცი, ყველასთვის მოკლედ და ძალიან უყვართ დღევანდელი დღესასწაული. არის სხვადასხვა სახის ღონისძიებები, აგერ კუთხეები, არის სპორტული შეჯიბრებები, მხიარული სტარტები, ქართული ჭიდაობა, ატრაქციონები უფასო, რა თქმა უნდა. ამავე დროს კონცერტი ადგილობრივი ძალებით მოწვეული სტუმრები და რა დიჯეი და ფეიერვერკი, მოკლედ სადღესასწაულო დღე არის ქარელობა. ქარელობა 2018-ის ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაახლოებით 20,000 ლარი დაიხარჯა.